ვერაფერს ვერ აკეთებენ. ხალხო ძანდები და მამად მეკუთვით ბევრი ხო ასაკი, ხო? ეს ძალიან ბევრი დარგი, როდის წაიქცა კაცშულმა არის. ძალიან გაჭირდება. ამიტომ ჩვენი ამოცანა არ გაბორიანებენ. ასაბრუნებელი? ნელა გაუნაწილა თვეებზე. ბატონო სოსო, როგორ ახართ? გამარჯობათ, ვიცი. უფრო მეტი სერვისი აქვს მომსახურება გაწეული, ვიდრე ბიუჯეტში აქვს თანხა. ეციან რახნა და აი ამ მიზეზით თითქოს ჩდება რომ უჩერებენ ათასობით. სამწუხაროდ თუ კი არიან დაწუნებულნი რომ თქვენ შეიძლება სხვა პოლიტიკური გემოვნება გქონდეთ, ხომ? ან იყოთ უკმაყოფილო მათი მუშაობით. აი ამ შემთხვევაში უხსნიან ამ კატეგორიის ხალხს დახმარებას. და არჩევნით ისა და არასდროს არ მიუწიეთ ინჟინერული სოციალური დახმარება. საწუხაროდ უნდა ისედაც აკეთებდეთ. კი გენაცო. გამოჩნდებით ხო საჯარო სივრცეში. ბოლომდე მივხვდებით. მაგრამ დამიჯერეთ რა რეალური მოტივი არის? ან არტიკული აქტივი. თორე აი გამოწვეული მიზეზი რომ ხალბატონი დადის პრესლაგება და ბანკში მოვიდა სააგენტოს თანამშრომლები მე მითხრეს რომ ისა როგორც ყველას უნდა შემოწმოთ შენი სახკარიო, შენი ისა ხوارაფერი შეიმატე, ხوارაფერია ისე მეკენი, დარღვევა ხوارაფერიო. ან ისა გავიდა 3-4 წელიო, უნდა წესი გვაკეთეთ, უნდა შეჭერდესო. აირანაირად მოვიწე, როგორ ისე მეკონა გენაცვალე. სახში კიდე წვიმა ჩამოდის, აი შემოწმეთ, როგორც გარსაცვებს ისე შიგითაცვებს კიდე. ამოტოლა ოჯახი 5 სულიანი ვერხი ჩემ გვაყოფაზია და მე ვასადობ და მე ისე მეკონი. მე რო კარგა ვიყო პირველდელი რო არ მინდა არაფერი, არ დახმარება მინდა, არც არაფერი. მე ისეთი მშრომელი ვიყავ, ხალხმა იცის მეზობლებმა და სუყვადამ. მაგრამ არა ვარ ბუნების ძალას რა უთხრა ბა. ძალიან სამწუხარო ფაქტია ბეჟანიშვილების ოჯახში, როდესაც მუნიციპალიტეტმა ადგილობრივმა ამ ოჯახის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და შეუჩერა სოციალური დახმარება, რომელზეც იყო 5 სული დამოკიდებული და თვეში 252 ლარს იღებდა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით. ამ ადამიანმა რამდენიმე ხნის წინ გამოთქვა საჯარო სივრცეში პროტესტი და უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ და ეს მოხდა მე სოციალურ ქსელში და გამგეობა მეს მათ არაპატია. და მოტივად მოიყვანეს თითქოს ბატონი სოსოს ნაცვლად, თითქოს მეუღლე დადის ბანკში და იღებს მის კუთვნილ თანხას ყოველთვიურს და ეს ჩაუთვალეს დარღვევად. არა და რეალური მიზეზი გახლავთ ის, რომ მან უბრალოდ როგორც მოქალაქემ დააფიქსირა ოდენავ განსხვავებული პოზიცია და ეს მათ არ მოეწონათ. ასე რომ ქართულმა ოცნებამ უკვე ჩამოიხსნა ეს კეთილსახიერი ნიღაბი, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე გაიკეთა და გამოაჩინა რეალური სახე, რომელიც გულისხმობს საჯარო სამსახურებში პოლიტიკური ნიშნით მიღებულ გადაწყვეტილებებს. ვეთანხმებით. ჩვენ რო გაგვემარჯვა რა. ყველაფრის დიდი მადლობა. პარტიაში. უნდა ჩამოსული